მოგესალმებით მეგობრებო, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ფანტასტიკურად. დაგიბრუნდით ასტროლოგიური თემატიკით. პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ ეს წელი 2026, იმედი მაქვს რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ის მოიტანს დაპირებულ ტრანსფორმაციას, წინსვლას და თავბრუ დამხვევ წარმატებებს. ლოცავთ ამ წელს და გისურვებთ საუკეთესოს, რასაც თქვენი სული ითხოვს თქვენგან. შევუდგეთ მოკლედ ამ ვიდეოს, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანებისთვის მინდა ეხლა ხაზი გაუსვა ორ რაღაცას. პირველი, იმათთვის, ვინც ახალი ხართ არხზე, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დარჩებით, მიუხედავად ჩემი არათანმიმდევრული, არასისტემატიური მოღვაწეობისა YouTube-ზე. მადლობა ყველას, რომ მაინც ჩემთან ხართ და მადლობა ყველა იმ ახალ ადამიანს, ვინც შემოუერთდა არხს, შემოგვიერთდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას პირველ რიგში. ასევე მინდა ხაზი გაუსვა მეგობრებო, ვინც დიდი ხანია ჩემთან ხართ, იცით რომ მე ასტროლოგიას ვედური მიმართულებით ვუღმავდები, ვსწავლობ და გიზიარებთ უკვე იმას, რასაც მე თვითონ ვსწავლობ, მაგრამ იმათთვის, ვინც ახალნი ხართ, მინდა აუცილებლად გავუსვა ხაზი, რომ იცოდეთ, რომ ეს არის ვედური ასტროლოგიის, ასე ვთქვათ, წაყვანილი ასტროლოგიური მიმოხილვები და არა დასავლური მეგობრებო, არანაირი კავშირში არ იქნება დასავლური ასტროლოგია ამ პროგნოზებთან, ამ ტრანზიტებთან და ყველაფერთან, რასაც მე აქ ვისაუბრებ ამ ვიდეოში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონდეს გაცნობიერებული, იმიტომ რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ადამიანების დაბნეულობა და არევდარევა ინფორმაციის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მინდა აქვე ბარემ ხაზი გაუსვა, არის ის, რომ მათთვის ვინც არ იცის, მე ვაკეთებ პირად ნატალურ რუკის მიმოხილვას, კონსულტაციებს ვედური ასტროლოგიის მიხედვით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე არ ვაკეთებ რექტიფიკაციას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, რომ იცოდეთ, თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი გაიაროთ ჩემთან ვედური ასტროლოგიით თქვენი პირადი რუკის მიმოხილვა და ასტროლოგიური კონსულტაცია, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი დაბადების ან ზუსტი დრო, ან ძალიან მიახლოებული დრო. ხოლო ის თუ სად შეგიძლიათ შემიხმიანოთ ამ თემასთან დაკავშირებით, დავტოვებ ვიდეოს აღწერილობაში ქვემოთ, მოიძიეთ ინფორმაცია იქ. შევუდგეთ მეგობრებო, წელს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფანტასტიკური და ძალიან საინტერესო წელი გამოგვდის. პირველ რიგში ნუმეროლოგიით მინდა გითხრათ, რომ 26 წელი არის ციფრი 1-ის წელი, ეს არის ასტროლოგიურად მზის წელი და ჩინური ჰოროსკოპით გახლავთ ცეცხლოვანი ცხენის წელი. ძალიან ბევრი ცეცხლია წელს ჩვენს ირგვლივ, ეს ზოგისთვის კარგია, მაგრამ ზოგისთვის იქნება ძალიან გამომწვევი. თუმცა, მეგობრებო, ზოგადად გლობალურად მაინც ძალიან პოზიტიური და ძალიან პროგრესზე, წინსვლაზე და ცვლილებებზე ორიენტირებული ძალიან ისეთი ჰუმანური წელი გამოდის. რა თქმა უნდა, თავისი სირთულეებითაც. ეხლა ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ძალიან გლობალურ, ძალიან ზედაპირულ ინფორმაციას მოგაწვდით. ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტებზე, როგორც არის იუპიტერის, სატურნის ტრანზიტები ამ წლის განმავლობაში და ასევე რახოს და კეტოს პოზიციონირება. თუმცა, მეგობრებო, ისევ და ისევ გამეორდები, ეს იქნება ძალიან ზედაპირული ინფორმაცია, რადგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ თითოეული ეს ტრანზიტი, თითოეული ეს ნიშანი, თითოეული ეს მონაცემები, რაზეც ახლა ვისაუბრებ, ინდივიდუალურ რუკაზე ვის როგორ უთამაშდება ფაქტიურად. დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ესე ვთქვათ, გიგანტი ენერგეტიკით, როგორიც გახლავთ ბატონი სატურნი. სატურნი უკვე იმყოფება და მთელი წელი დაყობს თევზის ნიშანში. პირველ რიგში სანამ სატურნზე დავიწყებ, მაგრამ ახარ გამოვრჩეს მზე, რადგან ვახსენეთ, რომ ეს არის მზის ენერგიის მატარებელი წელი, მეგობრებო, ძალიან წარმატებული იქნება ცეცხლის ნიშნებისთვის, როგორც გახლავთ თავად ლომი, შემდეგ ვერძი და რა თქმა უნდა მშვილდოსანი. ამ ნიშნებისთვის ეს წელი იქნება, რომც არ გინდოდეთ და რომც დაღლილი იყოთ ცხოვრებით, ეს არის ის წელი, რომელიც ცეცხლის ნიშნებს გააქტიურებს, გამოაღვიძებს ყველა ცეცხლის ნიშანში ცვლილების, მოძრაობის, ქმედების, რაღაცა სერიოზული ნაბიჯების გადადგმის მუხტს და გაემზადეთ ყველა ცეცხლის ნიშნებო. თქვენთვის ეს წელი იქნება დაუვიწყარი და სერიოზული ცვლილებების მომდანი, მაგრამ ცეცხლის ნიშნებში გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ასცენდენტით არის ვერძი, ასცენდენტით მშვილდოსანი და ასცენდენტით ლომი. სხვა ცეცხლებზე აქ საუბარი არ გვაქვს, იმიტომ რომ
ყველა ტრანზიტი, ყველა კარმული, ყველა ბედისწერული ცვლილება, რასაც ასტროლოგია გვიჩურჩულებს და მიგვინიშნებს, ყველაფერი ზოგადად ხდება ასცენდენტის ნიშნის ირგვლივ. მეგობრებო, ასევე მნიშვნელოვანია მთვარის ნიშანი, უნდა ვიცოდეთ, სად გვყავს ჩვენი მთვარე, იმიტომ რომ მთვარე გვაჩვენებს იმას, თუ როგორი ემოციური დამოკიდებულება გვექნება ჩვენ მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ესე იგი, ასცენდენტით ცეცხლებო გილოცავთ წარმატების წელი უკვე დამდგარია. მაგრამ ესე იგი მზე მოიტანს ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში აი ამ დრაივს, აი ამ ასე ვთქვათ, გაბედულობას, ნაკლები შიში, მეტი მუხტი რაღაცა გავაკეთოთ, მეტი მუხტი რაღაცა შევცვალოთ, მეტი მუხტი იმპულსი, ინსპირაცია, ოპტიმიზმი, ლიდერული მონაცემები, კარიერული წინსვლა, საკუთარი ადგილის პოზიციონირება, აი ამ ადგილის შენარჩუნება, ძალიან მრავალნაირი, ასე ვთქვათ, მოქმედებით სავსე ჟარგონი თუ შეიძლება გამოვიყენო რუსული დვიჟუხა წელი გამოდის წელს. მაგრამ სად გავექცევით სატურნს ვერსად ვერ გავექცევით და სატურნი ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად იმყოფება წელს. ბატონი სატურნი იმყოფება თევზების ნიშანში, მეგობრებო, მთელი წლის განმავლობაში ის უკვე არის და დარჩება თევზის ნიშანში დეკემბრის ჩათვლით. რა არის თევზი? ვინ არის თევზი? თევზი ძალიან, ჯერესერთი თევზი იუპიტერის ნიშანია და ატარებს იუპიტერის ძალიან, ასე ვთქვათ, ყველა თვისებას ფაქტიურად. არის ძალიან ერუდირებული, ძალიან ღრმა, თავისუფლების მოყვარული, კრეატიული, ინსპირატორი, ინსპირაციის მაძიებელი, ძალიან ისეთი ნიშანია თევზი, მეგობრებო, მას არ უყვარს ჩარჩოები. ამიტომ თევზისთვის სატურნის გავლენა და სატურნის სტუმრობა მთელი წლის განმავლობაში მის სახლში, ფაქტობრივად მასში, ხო? ზოგადად ცოტა ისეთი იქნება დისკომფორტის მომტანი. ამიტომ ეს წელი ალბათ ერთ-ერთი გამომწვევი წელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასცენდენტით ბრძანდებით თევზი. ან ვისაც თევზი მთვარის ნიშანში ყავთ განთავსებული, ემოციურად რთული იქნება ეს წელი თქვენთვის, იმიტომ რომ რა სიტყვის ახლა სატურნი ზოგადად. სატურნი მოგთხოვს ყველა ჩვენგანს, ყველა ვიგრძნობთ ამ ტრანზიტს, ეს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა რასას, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას, ადგილმდებარეობას, ყველა ადამიანი ვინც ცოცხალია და ამიწაზე დადის, ყველა იგრძნობს აი ამ ტრანზიტს, მაგრამ ყველა ვიგრძნობთ ამას განსხვავებულად. რატომ? იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს მეგობრებო თევზი გვიზის სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა ასტროლოგიურ სახლში. შესაბამისად, ყველა ჩვენგანისთვის ეს ტრანზიტი იქნება რადიკალურად განსხვავებული ერთი მეორისგან. შეიძლება საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, შეიძლება ერთი დედმამიშვილები ვიყოთ, ერთ და იმავე სფეროში, ერთ და იმავე გარემოში, ერთ და იმავე სიტუაციაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ სხვადასხვანაირად, აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გაგვითამაშეს სატურნის ტრანზიტი თევზების ნიშანში და სხვადასხვანაირად განავითაროს და შეცვალოს აი ამ ტრანზიტმა ჩვენი ცხოვრება. ესე იგი, ისე მოდის ზედაპირულად და გლობალურად ვთქვათ, რას გააკეთებს სატურნი თევზის ნიშანში წელს. თუ 21 საუკუნე არის სატანის, ასე ვთქვათ, მმართველობის, ბატონობის საუკუნეა, თუ კაცობრიობა ჩამოშორდა ემოციებს, თუ კაცობრიობას დაგვავიწყდა რა არის ემპათურობა, რა არის ჰუმანურობა, რა არის ემოციურობა, რა არის კრეატიულობა, რა არის ეს, ასე ვთქვათ, ფანტაზიორისტობა, ხელოვნება ზოგადად და არახელოვნურობა, ამ ყველაფერს შეგვახსენებს სატურნი. აუცილებლად დაგვაფიქრებს ის ჩვენგან, ყველა ჩვენგანისგან მოითხოვს დავყომდეთ ოდნავ და დავფიქრდეთ. იმ სფეროში, იმ ასპექტში, სადაც თევზი გვყავს განთავსებული ნატალურ რუკაზე, იმ მიმართულებით ყველა ჩვენგანს გვექნება და უკვე ალბათ გვაქვს და გრძნობთ ამას კიდევაც ოდნავ დაყოვნების მომენტი. მოდი, შევჩერდე, დავფიქრდე, შევიგრძნო, მართლა ვარ კი სწორ გზაზე? მივიღე კი სწორი გადაწყვეტილება აქამდე, ვიქცევი კი სწორად? არის კი ჩემი არჩევანი გამართლებული? დაუშვი კი მე მართლა შეცდომა, სადაც მართლა უნდა მოვიხადო ბოდიში და ასე შემდეგ. ანუ სატურნი ჩვენ მოგთხოვს სიღრმეს. მოგთხოვს დაფიქრებულობას, დისციპლინას, იმ კონკრეტულ ასპექტში, სადაც თევზი გვიზის, იქ ძალიან მოგთხოვს პასუხისმგებლობის გრძნობას და მოგთხოვს ცვლილებებს. ასევე იმ კონკრეტულ მიმართებაში შეიძლება გამოჩნდეთ თქვენ ცხოვრებაში ადამიანები, ვისაც ამ მიმართულებით ჭირდება თქვენი დახმარება. დახმარება შეიძლება იყოს ფინანსური, შეიძლება იყოს თანადგომითი სახის, შეიძლება იყოს რჩევადარიგების სახის, ხო, მრავალნაირი დახმარება შეიძლება ინდივიდუალურად გაუთამაშდეს ყველა ჩვენგანს. შესაბამისად, ანუ სატურნი, ასე ვთქვათ, შემოიტანს კაცობრიობაში წელს ძალიან
ძალიან ისეთ როგორ გითხრათ, აი სიდინჯე და სიღრმისეული ცვლილებები. ცვლილებები, რომლებიც დღეს და ხვალ შეიძლება სახეზე არ იყოს, მაგრამ ერთი თვის ან ერთი, ასე ვთქვათ, 6 თვის მერე აბსოლუტურად სახეზე იყოს და ყველასთვის იყოს. თუ იცით, ვის სად ყავთ თევზი, რომელ ასპექტში არის ეს ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა, კარიერა, სპირიტუალურობა და თუ ასე შემდეგ და შემდეგ, აი ამ მიმართულებით გილოცავთ სატურნის აი აქ გადმობრძანდებას. ზოგადად სატურნი, რა თქმა უნდა, მკაცრი და მძიმე პლანეტა, მაგრამ ისი არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ის მის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ეს სამყარო, იმიტომ რომ სატურნი არის ზუსტად ის ბალანსი, რის გარეშეც ვიქნებოდით აბსოლუტურად ქაოტურები და არა ამქვეყნიურები, მინდა გითხრათ, ძალიან ისეთი ნეგატიური ჭრილით. შესაბამისად, სატურნი ადამიანს ამიწევს და აადამიანურებს. გადავიდეთ ახლა შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან პლანეტაზე და ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტებზე, როგორც გახლავთ ბატონი იუპიტერი. ასევე იუპიტერი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანი არის სატურნი ვედურ ასტროლოგიაში. იუპიტერი ძალიან მრავალფეროვანი იქნება წელს, მეგობრებო, ის ძალიან მრავალ სხვადასხვა გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. პირველ რიგში მოდით გავუსვათ ხაზი იმას, რომ იუპიტერი გახლავთ ცეცხლის ელემენტის პლანეტა, ცეცხლის ენერგია. შესაბამისად არის რა 2026 მზის წელი და არის ცეცხლის ენერგიის და ცეცხლის ელემენტის წელია იუპიტერისთვის. ეს წელი არის კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სტიმულის და მხარდაჭერის მომდანი. ზოგადად იუპიტერი ის პლანეტა, რომელსაც სხვისი მხარდაჭერა არ ჭირდება ხოლმე, ის თავის თვითონ არის ანგელოზური პლანეტა და თვითონ არის აი ამ სიუხვის და გაფართოების მომტანი, მაგრამ როდესაც მას ზურგის ქარი აქვს, რატომაც არა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იუპიტერს. იმყოფება იუპიტერი. იუპიტერი ამ ეტაპისთვის, მეგობრებო, იმყოფება რეტროგრადულ მდგომარეობაში. ის არის ახლა, ანუ 11 მარტამდე ის იქნება უკან სვლით რეჟიმში და გახლავთ კუროს ნიშანში. შემდეგ კუროდან გადმოტრიალდება და ისევ წინსვლას იწყებს და გადმოდის ისევ ტყუპის ნიშანში. 11 მარტიდან 2 ივნისამდე დაყობს ტყუპის ნიშანში, ხოლო 2 ივნის გადადის ის კირჩხიბის ნიშანში, იქნება ასევე წინსვლითი ხასიათებით და შემდეგ უკვე 31 ოქტომბერს გადადის ლომის ნიშანში და რჩება იქ იანვრამდე. რას ნიშნავს ახლა ეს ყველა ჩვენგანისთვის? ანუ ყველა ჩვენგანისთვის ეს იქნება რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებების მომტანი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ის ადგილი, სადაც იუპიტერი იმყოფება, მაქსიმალურად ნიშნავს გაფართოებას, წინსვლას, წარმატებას, ნიშნავს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ცვლილებებს, ამ მიმართულებით ღვთიურ საჩუქარს, ამ მიმართულებით სამყაროს მხარდაჭერას, ამ მიმართულებით მფარველობას. იუპიტერი არის განვითარების, წინსვლის, ცოდნის და დაცულობის ენერგია პლანეტა. შესაბამისად, პირველ რიგში ყველა ამ ნიშანს, რომელ ნიშნებზეც ის გადადის, მინდა მოგილოცოთ, მაგრამ ეს ნიშნები აუცილებლად უნდა იყოთ თქვენ ასცენდენტით, მეგობრებო. თუ ასცენდენტი არ ხართ, ნუ მაშინ იმედი მაქვს, მთვარე მაინც გიზით ამ ნიშნებში. ზუსტად ამ ადამიანებს უკვე დარწმუნებული ვარ, უკვე იცით და ხედავთ ან გრძნობთ, რომ საოცარი წელი გაქვთ წინ. თუმცა ვინც არ იმყოფებით კურო, ტყუპი, კირჩხიბი ან ლომი, გული არ დაგწყდეთ, იუპიტერი ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში მოიტანს წარმატებას იმ ასპექტში, იმ კონკრეტულ სფეროში, სადაც ეს ნიშნები გვიზის ნატალურ რუკაზე, მეგობრებო, წარმატება მაინც მოდის, წინსვლა და ცვლილება მაინც მოდის, მაგრამ არა ყველაფერში ალბათ, როგორც აი ამ კონკრეტულ ნიშნებს შეიძლება გაუმართლოს წელს, არამედ კონკრეტულ ერთ სფეროში, სადაც ეს ნიშანი გვიზის, ხო? იმედი მაქვს გასაგებად ყვები. ესე იგი, რა შვება ახლა იუპიტერი ამ ეტაპისთვის, როდესაც ის არის რეტროგრადულ მოძრაობაში კუროს ნიშანში. კუროებო, იუპიტერი თქვენს ნიშანში იმყოფება 11 მარტამდე და არის რეტროგრადული. რას ნიშნავს ეს ზოგადად ასცენდენტ კუროსთვის? პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ იუპიტერი ცდილობს გადაგახედოთ, დაგაფიქროთ, რამე ხომ არ გამოგრჩა დღემდე, რასაც ჭირდება დახვეწა, რასაც ჭირდება ცვლილება. შეიძლება რაღაცა საერთოდ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, რაც უკვე არ ემსახურება თქვენს კეთილდღეობას, ან შეიძლება რაღაცა
შეცდომა გაქვთ გამოსასწორებელი, ან ბოდიში გაქვთ მოსახდელი, ან პირიქით ადგეც და ერთი ადგილი უფრო მაგრად უნდა გააქანოთ, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, ცვლილება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, იუპიტერი ის ღვთაებრივი მოწყალებაა, როდესაც საჩუქარი დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად მოტივაციის სახით მოდის ჩვენთან, მაგრამ აი, როდესაც იუპიტერი რეტროგრადული არის, ის იქ მაინც გვახედებს, რომ აი რამეს ხომ არ ვაკლებთ ჩვენ სავეთაოს, ჩვენს წარმატებას, ჩვენს კარმას, ჩვენს სულს. ამიტომ დამნიშნულოვანია, მეგობრებო, პირველ რიგში კურო ასცენდენტებო დაუფიქრდით რა ხდება თქვენს და სად გჭირდებათ რაღაცის გამოსწორება, შეცვლა, დახვეწა, გამოცვლა, გაშვება და ასე შემდეგ, ანუ გადახედეთ წარსულს და დაფიქრდით რა მოგაქვთ მომავალში, ის რაც მომავალში გადმოგაქვთ, ნამდვილად ემსახურება კი თქვენს კეთილდღეობას და შეუწყობს კი აი ამ ასე ვთქვათ ბობოქარც ცხოვლოვან და ცვლილებების მომტან წელს შეუწყობს კი ხელს ამ ყველაფერს და ამ წარმატებას. ამიტომ იუპიტერი გახედებთ ახლა თქვენ კიდევ ერთხელ ბოლო შანსს გაძლევთ რომ რაღაცა გამოცვალოთ, ან გაცვლევინებთ კიდევაც უბრალოდ იმპულსის, მოტივაციის, ინსპირაციის, ან წინათგრძნობის, მეექვსე გრძნობის დონეზე. ამ ფაქტებს მოგიტანთ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც არ ვართ კუროები ასცენდენტით, რა გვჭირს ჩვენ? ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, სად გვიზის კურო, რომელ სახლში გვიზის, რომელ ასპექტზე, აი ამ მიმართულებაში ექნება ყველა ჩვენგანს ცვლილება, მეგობრებო, ამ მიმართულებაში არის ძვრა, კონკრეტულად აი ამ სფეროშია წინსვლა, რაღაცების წარსულში დატოვება, რაღაცების გამოცვლა და უკვე განთავისუფლება გზის წინ წარმატებისკენ. ეს წელი მართლა იქნება საოცარი წელი. ამას არ ვამბობ იმისათვის, რომ ვინმეს გული გავუკეთო და ხასიათი გამოუსწრო, ამას მართლა ვამბობ, ისე როგორც ამას ვედური ასტროლოგია გვპირდება, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანია არ დავგვავიწყდეს, რას გვასწავლის სატურნი, დავუყომდეთ სანამ რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ, არ ვიჩქაროთ, დავფიქრდეთ და ვიღოთ დარწმუნებული იმაში, რომ არჩევანი რასაც ვაკეთებთ, არის ის, რასაც ჩვენი სული ითხოვს ჩვენგან, რასაც ჩვენი ბედისწერა ითხოვს ჩვენგან და რისი დროც მართლა მოსულია. შემდეგ, როდესაც უკვე 11 მარსს იუპიტერი მოტრიალდება და წინსვლას იწყებს უკვე და გადადის, უბრუნდება, ასე ვთქვათ, ფაქტიურად ტყუპის ნიშანს, გილოცავთ ყველა ასცენდენტით ტყუპებო. ეს უკვე თქვენი პერიოდია, 2 ივნისამდე თქვენ გაქვთ მაქსიმალური დრო იმისათვის, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ, არ დაუზარდეთ, არ შეგეშინდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, იუპიტერი მოიტანს თქვენ ცხოვრებაში საჭირო ინფორმაციას, საჭირო ადამიანებს, საჭირო დროს, გააღებს იმ კარებს, რასაც არ ელოდებით, ან ელოდებით დიდი ხანია, რაც უკვე აღარ იღება, ბოლო-ბოლო გაიღება ასეთი კარები და იუპიტერი მოიტანს თქვენს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში არა მარტო ინსპირაციას, ცოდნას, ახალ ინფორმაციას, ახალ ხელსაწყოებს, ახალ ადამიანებს და ასე შემდეგ, არამედ იუპიტერმა შეიძლება საერთოდ საცხოვრებელი ადგილი გამოგაცვლევინოთ, სამსახური გამოგაცვლევინოთ, პარტნიორი გამოგაცვლევინოთ, ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის ის თქვენს ცხოვრებაში და იუპიტერს ძალიან სერიოზულად მხარს ამ ეტაპისთვის უჭერს სატურნი. ეს არის სერიოზული კოლაბორაცია. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ სატურნიც ახლა იმყოფება რა თევზის ნიშანში, ისიც ითხოვს ჩვენგან აი ასეთ ღრმა ცვლილებებს. შემდეგ უკვე მარტის თვეში, ბოდიში ივნისის თვეში, 2 ივნისი იუპიტერი გადადის ტოვებს ტყუპს და გადადის კირჩხიბის ნიშანში, ოღონდ ნახეთ ახლა ცვლილება კომუნიკაციებზე ვისაუბროთ უცებ. ტყუპი ძალიან კომუნიკაბელური ნიშანია, ეს გახლავთ მერკურის ნიშანი, მეგობრებო, ამიტომ ტყუპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, სოციალური ცხოვრება, სოციუმი, ხალხში ყოფნა, საზოგადოებაში ყოფნა, ვიღაცას რაღაცა ასწავლოს, ვიღაცისგან რაღაცა ისწავლოს, ilaparako's, გაუზიაროს, გააზიარონ და შემდეგ. შესაბამისად, ეს ასპექტებიც ძალიან გაძლიერდება, ამიტომ ის ადამიანები, ვინც მუშაობთ კომუნიკაციის სფეროში, მასწავლებითი სახის სფეროებში და ხართ, ასე ვთქვათ, ამ მიწაზე მოსული ცვლილების განსახორციელებლად კომუნიკაციების გზის მეშვეობით, აი ამ ადამიანებს წარმატება გარანტირებული გაქვთ. მაგრამ როგორც კი გადადის, ეს ძალიან ისეთი action drive-ზე დაფუძნებული თვეები იქნება, მარტი, აპრილი, მაისი და მაისი, იმიტომ რომ 2 ივნისს უკვე იცვლება ყველაფერი. გამოიყენეთ ეს პერიოდი, გამოიყენეთ ახალი ნასტობობისთვის, ახალი საწყისებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც უკვე იუპიტერი გადავა კირჩხიბის ნიშანში, აბსოლუტურად იცვლება ატმოსფერო. რატომ? იმიტომ რომ კირჩხიბი ძალიან განსხვავდება ტყუპისგან. მეგობრებო, ეს მისი თლად ასე დრამატულად არ ვიტყოდი, მაგრამ მაინც საპირისპირო ენერგია, იმიტომ რომ ტყუპს უყვარს სოციუმი, კირჩხიბს უყვარს მარტოყოფნა, solitude, ანუ
არა ეულად ყოფნა, არამედ აი საკუთარი მწირი ის უყვარს, სოციუმი, მწირი წრე, იმ წრეში უყვარს ტრიალი, ოჯახი, სახლი, ჰარმონია და რაღაცა შერჩეული, გადარჩეული ადამიანები უნდა მარტო, თორე ყველასთან არ უყვარს. ხოლმე კვირჩხებს ურთიერთობა, ასევე სახლი, ბავშვები, ქმარი, ცოლი, სახლის ნივთები, შინ სფერო ძალიან წამოიწევს წინ და რას განავითარებს და გავრცელებს იუპიტერი, გავრცელებს სფერო სიყვარულს, ყოფნის, დაფიქრების, აი ამ ერთმანეთის დაყვავების, დანაყრების, მიტევების და ასეთ ზე ჰუმანურ და ზე, ასე ვთქვათ, ვიბრაციებს მოიტანს და არა ის რომ მარტო კარიერა, ფული და მე და კომპეტენცია მთავარი ამ ცხოვრებაში. კომპეტენცია არა შეჯიბრება. ისეთ სწრაფად ვლაპარაკო, რომ მე თვითონ ვერ ხვდები რას ვამბობ. შემდეგ, მოკლედ, როდესაც უკვე იუპიტერი გადადის კირჩხებიდან ლომის ნიშანში, აქ ტემპერატურა მაღლა იწევს. იუპიტერი ცეცხლი, ლომი ცეცხლის შვილი, მზის შვილი, აქ უკვე იცვლება ძალიან ბევრი რაღაცა, ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს დრო ოქტომბრის ბოლომდე. იმ ადამიანებს განსაკუთრებით ეხება, ვინც დიდი ხანია ეძებს აი ამ სითბოს, სიყვარულს, ოჯახს და ასეთ რაღაცებს ბინის ყიდვა, ვისაც გინდათ ეხა გამოიყენეთ ეს დრო, ხო? ან ვისაც ინვესტიციების, ანუ ყიდვა გაყიდვის, ყველა აი ამ მიმართულებით კარიერული ცვლილებები, ყველაფერი მეგობრებო, ახლა ჩააპენჭეთ ამ პერიოდში, ვისაც ჩრდილში გიყვართ კიდე ყოფნა, ხო, ვისაც არ გიყვართ აი სოციუმში, არ გიყვართ თქვენი იდეის დაფიქსირება, აი ვისაც უყვარს ბჭყალებში განმაზოგადებით ჩრდილში ყოფნა, ახლა დატკბით, იმიტომ რომ როდესაც გადავა იუპიტერი ლომის ნიშანში, აღარ იქნება ჩრდილი. ჩრდილი აღარ იქნება, ეხლა არის განკურნების პერიოდი და როგორც კი კაცობრიობა განიკურნება ძალიან მრავალნაირი ტოქსიკურობის და შხამისგან, მერე მოდის ლომი და ლომი იქნება უკვე მოქმედების დრო. დაფიქრების დრო გასული იქნება, რაღაცის შეხორცების დრო გასული იქნება და როდესაც ჭრილობა შეუხორცდა მეომარს, უკვე ის ისევ უბრუნდება საბრძოლ ველს. ამაზეა საუბარი, მეგობრებო. 31 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე, იანვრამდე 2027 წლის იუპიტერი არის ლომის ნიშანში. პირველ რიგში ლომებო, თქვენია ეს სამყარო, რაღა გითხრათ? ჯერ ეს ერთი მზის წელია, მთელი წელი, მე იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოდის. რა გითხრათ ლომებო, ასცენდენტით ლომებო? აი შვიდფრთები დააფრინდით, რაც შეიძლება მაღლა და მაღლა ვეღარავინ დაგაკავებთ, ქვევით, თქვენია ეს არენა, თქვენია ეს ბოლო 2 თვე, თქვენ ამბობთ წლის ბოლო სიტყვას. ასცენდენტით ლომებო, თქვენზეა საუბარი, სხვა ლომებზე არ არის აქ, ასცენდენტით ლომებზეა საუბარი. ვედური ასტროლოგიით ასცენდენტით ლომებო. თქვენია, დედამიწა. ლომი ზოგადად არის არაბოროტი ნიშანი, ძალიან ისეთი ნიშანია, ხარ გეწყვინოთ ლომებო, ძალიან ისეთი ამპარტავანი, ეგოზე აგებული და ისეთი, მაგრამ ძალიან კაცმოყვარე ნიშანია. ლომი არ არის მორიელივით, მორიელებო არ მიწყნოთ ახლა, მაგრამ მორიელი ცოტა ისეთი ნიშანია, იცით, ანუ შხამს ატარებს, ხო, თავისებურად. ლომი არა, ლომი ბრაზიანია, ლომი ფხიკიანია, ლომი ეგოისტია, ლომი საკუთარი თავისტია, მაგრამ ადამიანების საკაცობრიობაც უყვარს. ეს არ არის მოძულე ნიშანია, მას სიძულვილი ძირითადად არ ახასიათებს. თუ ბრაზდება, მალევე შოშმინდება, ისევე როგორც უნდაც ვერძი, ხო? მაგრამ ეს არ იქნება მეგობრებო ჩრდილის პერიოდი, ეს იქნება მაქსიმალური მოქმედების დრო, ეს იქნება როდესაც უკვე ვიცით რა გვინდა, იმიტომ რომ მთელი წელი ვიფიქრეთ ამაზე, შევცვალეთ ძალიან ბევრი რაღაცა, გამოვასწორეთ ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ბევრი რაღაცა, ასე ვთქვათ, მივიღეთ, გავუშვით, შევქმენით, ხო, გადავაფორმატირეთ და უკვე მზად ვართ, რომ ჩვენი სათქმელი აშკარად ვთქვათ, აზრი დავაფიქსიროთ და ის გეგმები, რა გეგმებსაც შეიძლება ვსახავდით მთელი წლის განმავლობაში, ბუხდა, დავაჭიროთ ღილაკს, წამოწყება და შევუშვათ პროექტი უკვე, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში. აი ამის პერიოდი იქნება მთელი ნოემბერი, დეკემბერი. რას მოუტანს ეს წელი ლომებს? ბოლო 2 თვე ენით აღუწერელ წარმატებას. ყველაფერში, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში იქნება ასეთი ენით აღუწერელი წარმატება, ოღონდ კონკრეტულად იმ სფეროში, სადაც ლომი გვიზის მეგობრებო. ამიტომ და ბოლოს, სანამ დავასრულებ ამ ვიდეოს, მეგობრებო, აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ სად იმყოფება რახუ და კეტუ.
ახლა წლის პირველ პერიოდში რახუ არის? მერწყულის ნიშანში ხოლო კეტუ იმყოფება ლომის ნიშანში, მაგრამ წლის მეორე ნახევრისკენ ისინი იცვლიან ნიშნებს და რახუ გადადის თხის რქის ნიშანში, ხოლო კეტუ გადმოდის კირჩებში. რახუ და კეტუ ვიცით რომ არის კარმა, ვიცით რომ არის კონკრეტული სახის სერიოზული ასე ვთქვათ გამოწვევები, განსაკუთრებით კეტუ არის სერიოზული ასე ვთქვათ ტკივნეული გამოწვევა, შესაბამისად არ შეგვეშინდეს, იმიტომ რომ სატურნი და იუპიტერი და მზე დაეხმარება ჩვენს წინსვლას, განვითარებას და შემდგარობას ამ წელიწადში, მაგრამ აი რახუ და კეტუ თავის საქმეს მაინც ამბობენ. ესე იგი, ეხლა რას ნიშნავს, როცა რახუ იმყოფება მერწყულის ნიშანში, ეს არის მაქსიმალური ინოვაცია, გაბედულობა, გვეკარგება შიში შეგრძნება, ხვდებით მაქსიმალურად გაფრთიანებულნი და გონია რომ ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ რახუ კარგია, როდესაც კარგად ვითარდება, იმიტომ რომ ეს უკიდურესად ძლიერი ენერგეტიკაა და მას მართლა მაქვს წარმატება ჩვენ ცხოვრებაში და ის მართლა დაუმარცხებელი ასე ვთქვათ სერიოზული ენერგია, მაგრამ ცუდი ის არის რომ რახუ მიცის სისწრაფე, რახუ მიცის გონების დაბნელება და იმის შესაძლებლობა რომ მან შესწომა და გვაშვიმინოს ძალიან მაღალი, ამიტომ არ დაგვავიწყდეს რომ სატურნი თევზების ნიშანში ითხოვს დაყოვნებულობას და დაფიქრებულობას, არ ავყვეთ რახუს. განსაკუთრებით თქვენ მერწყულ ასცენდენტებს გეხებათ ეს, იჩქარებთ განსაკუთრებით წლის პირველი ნაწილი, რამე გადაწყვეტილების მიღებაში, იჩქარებთ ახალი კონტრაქტების ხელის მოწერას, იჩქარებთ ახალ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავებას, იჩქარებთ ზოგადად მერწყულებო, ცოტა იმას გენიეთ, რა ქვია, დაუფიქრდით კირჩხებებს, ლომებს უბრალოდ რაც შეგეხებათ, წლის პირველ ნაწილში კი გრძნობთ შებოჭილობას, ოდნავ ინტერესის დაკარგვას, ოდნავ ასე ვთქვათ იქნება როგორ რაღაცა იცი რელიგიისადმი ინტერესის კარგვა, რაღაცა თუნდაც აი ამ სპირიტუალურობის განვითარება თან არ განვითარება თქვენში და გრძნობთ აი რაღაცნაირად რაღაცა რო გაკლიათ და არ გამოგდის, მაგრამ კეტუ გადადის მერე განებებთ თავს წლის მეორე ნახევარში და იუპიტერი შემოდის თქვენთან, ლომებისთვის ყველაფერი იცვლება წლის მეორე ნახევარში, მაგრამ ეხლა ცოტა ოდნავ მოთმინება. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მერწყული და ლომი კონკრეტულ ასპექტებში გვიზის ჩვენს რუკებზე, აი ამ მიმართულებებით უნდა ვიცოდეთ, რომ იქ სადაც მერწყული ზის არ ვიჩქაროთ, წარმატება აუცილებლად მოვა, ცვლილებები აუცილებლად იქნება, ძალიან დიდი იქნება დრაივი და მოქმედება და ექშენი, მაგრამ არ ვიჩქაროთ, იმიტომ რომ შესწომის დაშვების შანსი იმ კონკრეტულ სფეროში ძალიან მაღალი იქნება, თუმცა რახუ მოგვიტანს აი ამ სფეროში ძალიან ბევრ ნაცნობობას, ძალიან ბევრ შესაძლებლობას, ძალიან ბევრი იქნება ფინანსური განვითარების, ტექნოლოგიური განვითარების, ახალი ინოვაციის შემოტანის იმ სფეროში ჩვენი ცხოვრების, ამიტომ მიყევით აი ამ დინებას, მაგრამ დაფიქრებულად 100 ჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით პრინციპით და გადაწყვეტილებები მერე მიიღეთ უცებ არა. არ აგვივარდეს უნდა თავში აი ამ კონკრეტულ სფეროში, სადაც მერწყული გვიზის, არაფერი არ აგვივარდეს თავში ის წარმატება, ყველაფერი რაც წინავს ოქროდ არ აღვიქვათ და ცოტა დავფიქრდეთ. სადაც ლომი გვიზის იმ სფეროში მოვითმინოთ ოდნავ, ეხლა შეიძლება გრძნობდეთ კონკრეტულ ამ მიმართულებაში, რომ არ გვიმართლებს ცოტა ისე არ მიდის, რაღაცა გვეკარგება, რაღაცა ინტერესი გვეკარგება, ან შანსები გვეკარგება, ადამიანები მიდიან რაღაცა კარგავთ ხო, მაგრამ მოვითმინოთ ეს იცვლება და მე ამ კონკრეტულ სფეროში წლის მეორე ნახევარში იქნება მაქსიმალური წინსვლა. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარში, როდესაც უკვე რახუ გადადის თხის რქის ნიშანში, ხოლო კეტუ გადმოდის კირჩხების ნიშანში, ეს რადიკალურად ცვლის ყველაფერს მეგობრებო, იმიტომ რომ რახუს ინტერესი იქნება უკვე არა კომუნიკაციებში, ნაცნობობაში, სოციუმში, რაღაცა IT განვითარებაში და შემდეგ, არამედ რახუ უკვე ყურადღებას აქცევს ფულს, სტაბილურობას და რახუ სერიოზულდება. თუ მერწყულთან რახუ ცოტა თავშევარდნილი და ხარაფშუტა, თხის რქასთან ის ოდნავ დინჯდება და უკვე ყველა ჩვენგანის ყურადღებას აკეთებს დანაზოგზე, ფინანსებზე, შრომაზე, პასუხისმგებლის უნარზე, ფულთან მიმართებაში და მეტი ის იქნება, ანუ მეტი ინვესტიციები, მეტი ყიდვა, გაყიდვა, მეტი ასე ვთქვათ სტაბილურობის თემატიკა. იმ ადამიანებს, ვინც თხის ქახართ ასცენდენტით, შეიძლება ეს თქვენი ჩვეული სტაბილური ნატურა, რომელსაც უყვარს ერთი და იგივე რუტინა და შემდეგ, ეს შეიძლება დაგერღვათ, იმიტომ რომ რახუ შემოგიტანს თქვენს ცხოვრებაში ქაოსს, სიჩქარეს, რაღაცა მრავალფეროვნებას, რაც თქვენთვის შეიძლება იყოს ოდნავ თავბრუდ ამხვევი და თავიდან შეიძლება ვერც აღიქვათ ეს მაგრამ მე როცა თხის გაიჩვევა რახუს ენერგიას, რახუ მოიტანს თქვენში, აი ამ სადღაც შეიძლება თხისკა რაღაც კუთხით კარგია სტაბილურობა და კარგია ტენდენციები, კარგია რუტინა და რაღაცა, მაგრამ თხისკა იმდენად ეფლობა ამ ყველაფერში, რომ
ჩამყაყებული ენერგია გამოსდის ხოლმე. ამიტომ რა ხომ მოდის და ასე აგრიალებს აი ამ თხის ენერგიას და შემოიტანს ბალანსს. ბალანსი იქნება ძალიან სერიოზული თემა. ხოლო კეტუ კირჩხიბის ნიშანში რო გადმოვა პირველ რიგში ყველა ადამიანის ცხოვრებაში გამართლების სფერო უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ ლომი კონკრეტულად ეკუთვნის მეცხრე სახლს, მეცხრე სახლი არის იღბლის და იუპიტერის სახლი. შესაბამისად, გადმოდის რა იქიდან კეტუ და თავსანებებს ამ სახლს, ზოგადად ყველას გაგვიმართლებს ამ წლის მეორე ნახევარში. ზოგადად ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ კეტუ აი იმ ბლოკს, სადაც იღბას გვიბლოკავს, გამართლებას ბლოკავს, თავსანებებს ამ სახლს და გადადის სხვა მიმართულებაში. შესაბამისად, ანუ ყველას გაგვიმართლებს, მაგრამ სხვადასხვანაირად. მაგრამ როცა კირჩხიბის ნიშანში გადმოდის, მეგობრებო, კირჩხიბებო, წლის მეორე ნახევარი თქვენთვის შეიძლება ოდნავ უფრო რთული იყოს. პირველ ნახევარში კი არის აღმაფრენა და რაღაცა, იმიტომ რომ თქვენში იუპიტერი იმყოფება, მაგრამ მერე გადმოდის კეტუ და კეტუ უკვე კეტუ და იუპიტერი იმითგვანან ერთმანეთს, რომ ორივე სულიერებაზე, სწავლაზე, სპირიტუალურობაზე და ასეთ რაღაცებზე, მოგზაურობაზე, მასე აკეთებს იუპიტერი გაფართოებაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ აი როცა კეტუ მოდის, კეტუ სპირიტუალურობის ნაწილს დატოვებს თქვენში და კიდევ უფრო გააღრმავებს ამ თემას, მაგრამ რაც შეეხება გაფართოებას, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, რაღაცა მიზნები, მასშტაბები და ამ შემდეგ ეს შემცირდება და კეტუ თქვენში უკვე შემოიტანს გაცილებით უფრო სხვა აქცენტებს, ეს იქნება კირჩხიბებისთვის უფრო კირჩხიბი ასცენდენტებისთვის უფრო ისევე როგორც თევზებისთვის შენელების და უფრო ნელისვლის, უფრო სადღაც შეიძლება კირჩხიბს რაღაცისადმი ინტერესი დაეკარგოს. შეიძლება პირიქით ინტერესი შეეცვალოს და ის აქცენტი, რასაც კირჩხიბი გააკეთებს იუპიტერის დროს, უკვე აღარ იყოს აქტუალური კეტუს დროს და ასე შემდეგ. თუმცა ინდივიდუალურია ყველაფერი, მეგობრებო და ძალიან ესეთია ხა ეს ზებირად ასე ქარში საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ ნუ ზოგადად ასე იქნება. მოკლედ ძალიან დიდი გამოვიდა ეს ვიდეო, ახარ მინდა მოგაწყინოთ თავი, იმედი მაქვს იქნება ძალიან სერიოზული, ძალიან ესეთი ბობოქარი დადებითი თვალსაზრისით წელი ყველასთვის. ყველასთვის იქნება ცვლილების მომტანი, არ შეგეპაროთ ამაში ეჭვი, მაგრამ ყველასთვის იქნება სხვადასხვანაირად, ვისაც გინდათ ვედური ასტროლოგიის მიმართულებით კონსულტაცია შეგიძლიათ შემეხმიანოთ, მეგობრებო, მე უკვე ეს იქნება მესამე წელი, რაც ვედურ ასტროლოგიას და კონსულტაციებს ვაკეთებ. ყველა იმას, ვისაც აქამდე გაგივლიათ ჩემთან კონსულტაცია, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, დიდი მადლობა თქვენი რესურსების და ინვესტიციისთვის ჩემთან მიმართებაში, ხოლო იმათ, ვისაც ინტერესი გაქვთ, შემეხმიანეთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის წინ. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, წინ და მხოლოდ წინ.